მოგესალმებით, ბედნიერ დღეს გისურვებთ. დღეს არის 1 დეკემბერი, რაც იმას ნიშნავს, რომ არის ჩვენი ციმციმა დანიელას დაბადების დღე. და ძალიან ემოციური დღეა ჩემთვის, რაღაცნაირად ცრემლების, სიხარულის, რო უცებ გაირბინა ამ 3 წელმა, თვალის დახამხამებაში და ესე უცებ იზრდება ჩვენი გოგო და იცვლება და ყოველ დღეს სხვადასხვანაირია მისი ქცევებით, ხასიათებით, ყველაფრით აბსოლუტურად. სამწუხაროდ ვისაც ველოდებოდით ვერ მოვლენ, იმიტომ რომ ყველას ვირუსები აქვს ჩვენი ჩათვლით, ანუ გოგოები ჯერ კიდევ არ არის ამ მდგომარეობიდან ბოლომდე გამოსულები. ამიტომ მარტო ნარგობებო არის მოსული, ჩვენი მეგობრები ბავშვებით ვერ მოვლენ. და რა თქმა უნდა, ექნება ტორტი. ტორტის გარეშე როგორ შეიძლება? თუმცა, მანამდე მე და ზურა მივდივართ სინდაგმის მოედანზე, სადაც გაიმართება აქცია. და გვინდა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართველი ხალხის გვერდში დგომით. რაც შეგვიძლია აქედან, ყველანაირ ძალადობას, სადიზმს, რასაც ამ დღეებში ვუცქერთ და საერთოდ არ არის ადვილი საყურებელი მით უმეტეს ემიგრანტისთვის, რადგან მისი ქვეყანა ტკივა, ენატრება და ასმაგად უმძაფრდება ეს ყველა ემოცია ამ ყველაფრის შემხედვარე, განსაკუთრებით იმ მომენტებზე, როცა ქართველი წაქცეულ ქართველს ურტყამს გამეტებით. და ეხა თუ არ ვიმოქმედებთ და თუ არ გამოვალთ და თუ არ დავდგებით ერთმანეთის გვერდით, ღმერთმა იცის მომავალში რა იქნება. შეიძლება ვინმე თქვას, რომ კაი, ეხა ჩემი გამოსვლით რას გავაკეთებ, ჩემი მოსვლით რას გავაკეთებ, ჩემი აზრით ძალა ერთობაშია, ერთად შეკრებილი ქართველები. ყველაფერს შევძლებთ. და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ეპოქა მალე დამთავრდება. იმათვის, ვისთვისაც უნდა დამთავრდეს. ესე რომ ზურამ გამზადა მისი რაში წავალთ ახლა თან სხვა საქმეებიც აგვაქვს, მე მოვილებთ სხვა საქმეებსაც და მოვალთ და ჩავაქრობთ დანიელას ტორტზე სანთლებს. პროსტორად დანიელა ჩააქრობს, თუ ეველინა არ მოასწრებს. სად მიდიხარ, სიხარული? უპს! მოდი ჩემო სიცოცხლე. გუშინ დაასველ და გაიწუწა. ისეთი სველი მოვიდა, გამოიცვალა, მერე ისევე წავიდა. და წავედით აქციაზე. კაი, იქნებოდა ახლა საქართველოში ვიყოთ. მაგრამ დადგება ეგ დღეც, რომ საქართველოში ვიქნებით, არა აქციაზე, არამედ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები. ესაც ნაძვის ხე სინდაგმაზე. აუწყვიათ. განათებული ლამაზი იქნება, დარწმუნებული ვარ ღამე. გამოვიარეთ ქართლის კურსში, რომ წავიღოთ გემრიელობების სახლში. ფხალი. ნარგოს ვეტყვი, ჭადები დააცხოს. ხო, იმიტომ რომ მათმა ჭიშტარზე დაგვაგვიანდებაო, ბევრი ხალხიაო და ხაჭაპური, ლობიანი. ვაიმე, რომელი ფოტოებია, ღმერთო ჩემო, დანიელას დაბადების. ხო. მე რა გასიებული ვარ. ხო და მოკლედ ველოდებით ახლა ჩვენ შეკვეთას ველოდებით, წავალ აქვე აფთიაქი არის ღიად. და ეველიკუნას აეროლის ვუყიდი, იმიტომ რომ გვითავდება და თავი რო დავისხვიოთ და გქონდა სახში. ვუყიდოთ აეროლი, ნარგომ დამირეკა. სპაზმები აქვე ცოტაო და დაალევინა წამალი სპაზმები რომ მოეხსნას. და ეხლა წავიღებთ რაღაცებს სახში გემრიელობებს, ტორტზე ჩავაქრობთ სანთლებს, დანი ჩააქრობს. ხო და ვისადილებთ გემრიელად. ოჯახურ გარემოში. აქციის რა ვთქვა. ვინ შეძლო მოსვლა მოვიდა. ცუდი რა არის იცით ხან ხო?
რა შევამჩნიე მაინც უცხო ქვეყანაში ხარ ნახევარზე მეტი უსაბუთოა რაღაცნაირად შებოჭილია იქ პოლიცია დადიოდა ანუ კი არავის ერჩოდა უბრალოდ ისე და მაინც საქართველოში რო იყო და გამოხატო შენი აზრი და შენი ემოცია ისე ვერ გამოხატა უცხო ქვეყანაში. მოვედით სახლში, მოვიტანეთ ქართლის გულის გემრიელობები. ნარგომ დაგვახვედრა ცხელი მჭადი, ხო და ეხა გიახლებით და მე გავჭრით ტორტს, ხო? ხო. და დანის უნდა მიულოთ. დაბადების დღე. ხო. უნდა ჩაქროს ვიდრე გავიტანდა იქეთ დანიკოს ტორტს რომ სანთელი ჩააქროს, ესე გაჩვენებს, არც მე როგორ მოვაყერყებ ამგენის ღალში გადაღებას უბრალოდ რომ ნახოთ როგორი გამოვიდა. სანთელი სადა? სანთელი იქეთა გვაქვს დედიკო და დავუმაგრებს მანამდე. ოი დამიყენიო. ესეთია მოკლედ დანიკოს ბალერინა. ესეც ჩვენი იუბილარი გოგო. არის სიმღერის ხასიათზე, კარგი ნაჭამნასვამ, ნუ დიდათ ამას არ უჭამუშია, ჩვენ უფრო ვჭამეთ დავსვით და აქეთ ესე მოვუწყვეთ, რადგან დანიელუშკას აქვს ბალერინას ტორტი და ძალიან უყვარს ჩაიკოვსკი და მაკნატუნა და გედების ტბა, ამიტომ ამ თემატიკის გადავწყვიტეთ მოკლედ. ნუ სტუმრებს რო ველოდებოდით, ვიყიდე რაღაცები, მეთქი აქეთ გავუწყობთ ბავშვებს ცალკეთქო და სამწუხაროდ ვერავინ ვერ მოვიდა, ამიტომ ესე გავაწყოთ ახლა ისე ხوار დავტოვებდით. დანი, ტორტი ჩავაქროთ? ნახეთ ეს როგორი შუქებიანი არის, ეს happy birthday. დილის მერე ჩართულია და ცოტა გულშეწუხებული ანათებს. ხო. მე დანი ჩავაქრა. დანიკო ჩააქრობს და მე ერთად ჩააქრეთ, კარგი? კაი. ოკეი. ფრანჭიკელა ვინ არის? მე დანი. ის რა ფრანჭია იქ. დანი შენ ფრანჭია გოგო ხარ? ტორტი მოგიტანოთ? ეს გავიკეთო. კი, როგორ არა, გაგიკეთებ. მე ციტო. რა ლამაზი დღეა, რა ნათელი მზეა, იმიტომ რომ დღეს დანის დაბადების დღეა. გილოცავთ, გილოცავთ. სიმღერას? ესენა. დანი, Αυτό ένα. დავჭრათ ტორტი, დანი. კი. თმები გაქვს სასწაულად. გავჭერით ტორტი, გავატანე ნარგოს, გავატანე შოთიკოსთვის და ნათიასთვისაც, იმიტომ რომ ნარგო იქეთ მათი უბნისკენ ცხოვრობს და ახლა მივდივარ ყუთებში ჩავაწყე ჩვენს ახლობლებთან მიგვაქ. ხო და ჩავაწყე ესე ლამაზად, კოხტად და ძალიან კარგ ხალხთან მიმაქვს ტორტი რომ გავუმასპინძლ და ერთი სიტყვით გოგოებს ურასთან ერთად არიან რა თქმა უნდა. მოგბრუნდები, მერე აბანავებ, მოვაწესრიგებ და დავაწვენ და მერე ჩიზკეიკი მაქვს გასაკეთებელი. ესეთი ამბები გვაქვს, ტორტი გამოვიდა ძალიან გემრიელი. დანიელას წესიერი ფოტო ვერ გადაუღე. მაღვალაკი როა. მაგრამ რაც არის სწორე, კვაყოფილია. ტორტი მოეწონა, ჭამა. ხო და ჩვენს ერთ მეგობარს ველოდებით კიდე შემოვივლიო თქვა. იმედია მივუსწრებ მე. ავალე ხა პლატია კიპროსკენ და მოვბრუნდები. დახლილი ვარ. და ცოტა ისეთი ემოციური დღეა. გოგოები ღრმა ძილში არიან კარგახანია. მე ახლა მოვჭი ჩიზკეიკის გაკეთებას, რომელიც ზურამ უნდა წაიღოს ხვალ თანამშრომლებთან. როგორც გითხარით, ტორტი რომ მიმქონდა, რომ აპირებს ჩვენი ახლობელი გამოსვლას, დანის რო დაბადების დღე მიულოცოს. ჩვენი უსაყვარლესი ალექსანდრეს მამიკო იყო მოსული, გაახარა დანიელუშკა. ალექსანდრე საქართველოშია და ერთსული გვაგროდეს ჩამოვა, იმიტომ რომ ძალიან მოგვენატრა. და ჭკუაზე არ იყვნენ სიხარულისგან გოგოები დათო რომ მოვიდა, იმდენად გაეხარდათ. ჩვენც ბედნიერები ვიყავით, რომ დღეს უცხო ადამიანი ვიღაც მოვიდა ესე სტუმრად და მოგვილოცა დაის და უცხო ადამიანი რა
ოჯახის წევრების გარდა ამის თქვა მინდა. დავიღალე, გადამწვარი ვარ. სხვათა შორის აქციაზე მოვიდა ქალბატონი, რომელიც გამომეცნაურა და მითხრა მეო ადრე მოგწერეო ინსტაგრამზეო დანის ფეხსაცმელთან დაკავშირებითო და ვერ მოვდივარ, აი ეხლაც გონზე ვერ მოვდივარ, ვინ არის და რა ქონდა მოწერილი, ალბათ დიდი ხნის უკან იყო ეს ამბავი და მერე უნდა გადავხედო მონაწერებს და გავიხსენო და რაღაცნაირად დავიბენი და თუ მიყურებთ ახლა მებოდიში რომ სათანადოდ ვერც დაველაპარაკე, იმიტომ რომ უცებ არ ველოდებოდი თუ ვინმე იქ მიცნობდა და მოვიდოდა და გამომელაპარაკებოდა. ალბათ 1-2 საათნახევარი დავყავით მე და ზურამ იქ და მე წამოვედით, იმიტომ რომ ნარგოს რო ველაპარაკეთ, სპაზმები ქონდა ეველინას, მივაცემინე სიროფი სპაზმის მოსახსნელად და მე შემეში და მეთქი კრუპი არ დაემართოს თქო და ვეღარ დავრჩით მაგიტო. საკმაოდ ბევრი ხალხი იყო შეკრებილი და ძალიან მაწუხებს, ძალიან მტკივა, ძალიან განვიცდი იმ სიტუაციას, რაც არის ახლა საქართველოში. შეიძლება ისე ვერ გამოვხატავდე, ვერ ვამბობდე, რადგან მე უკვე ემოციებს ვეღარ ვმართავ. განსაკუთრებით ის ძალადობის კადრები რომ ახსენდება, როგორ უმოწყალოდ ცემენ ხალხს. მაგრამ მაინც მომავლის იმედი გაქვს შინაგანად და გონია არა. იცი რომ ხალხის ეს მცდელობა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს, ესე ფუჭად არ ჩაივლის და რაღაც შეიცვლება უკეთესობისკენ. ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. ასევე ძალიან დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ყველას, ვინც ინსტაგრამზე მოგვილოცეთ დანის დაბადების დღე. უღრმესი მადლობა თქვენ. ასევე ვინც აქ ვლოგზე მოგვილოცავთ, თქვენც გიხდით ძალიან დიდ მადლობას ამ ყურადღებისთვის. კარგი იქნებოდა დღეს შეძლებოდათ ჩვენებს მოსვლა და ბავშვებს გაეხარათ და ბავშვებთან ერთად გაეტარებინათ დრო, მაგრამ აი ხო გეუბნებით. დანი გაჭედილია ცხვირში, ვერ გამოვიყვანე მდგომარეობიდან ბოლომდე და ეველინა ახველებს უსაშველოდ და ყურს რაც შეეხება, მეორე დღე არის, რაც უკვე უკეთესობისკენ აქვს ყურის მდგომარეობა. რაც ძალიან მახარებს, იმიტომ რომ ისეთ დღეში ქონდა ყური ცხოვრებაში, მე მგონი მსგავსი რამე არ მაქვს ნანახი. მომწერეს სხვათა შორის კარგი ოტორინოლარინგოლოგის კოორდინატები და უნდა დავნიშნო ვიზიტი და ესე. ესეთი ამბები გვაქვს. წავედი ახლა დავწექი მე. ცოტა არეულს კი ვტოვებ სახლს, მაგრამ ისე ვარ დაღლილი, რაც ყველაზე მთავარი იყო ისინი მოვილიე. და სხვა დანარჩენს მე ხვალ რომ მოვალ სამსახურიდან მე გავაკეთებ. ეს რომ აქედან დაგემშვიდობებით ახლა. მშვიდობას გისურვებთ. ყველაზე მთავარი ახლა ჩვენი ქვეყნისთვის ეგ არის. და ყველაფრის უკეთესობისკენ გამოსწორებას გისურვებთ სრულიად საქართველოს.